ადრეული სამყარო. დიდი აფეთქებიდან 50 მილიონი წლის შემდეგი პერიოდიდან მილიარდი წლის ასაკამდე. ამ პერიოდს კოსმოსურ განთიადს უწოდებენ. დროს, როდესაც ჩვენთვის დღეს ცნობილი სამყარო გამოსვლად ჩამოყალიბებას იწყებდა პირველყოფილი პლაზმიდან. პირველი ვარსკვლავების გამოჩენამდე ის სამსე იყო იონიზებული გაზის ცხელი, შავბნელი ნისლით. სინათლეს ამ ნისლში თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლო. ის უბრალოდ ფანტავდა თავისუფალ ელექტრონებს. როდესაც სამყარო საკმარისად გაცივდა, პროტონებმა და ელექტრონებმა წყალბადის ნეიტრალურ ატომებად შეერთება დაიწყეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლეს ბოლოს და ბოლოს უკვე შეეძლებოდა კოსმოსში გადაადგილება. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 150 მილიონი წლის შემდეგ, როდესაც პირველმა ვარსკვლავებმა და galaktikებმა დაიწყო წარმოქმნა. მათმა ულტრაიისფერმა რადიაციამ თანდათანობით მოახდინა სამყაროში ყველგან უხვად არსებული ნეიტრალური წყალბადის რეიონიზაცია, რამაც ელექტრომაგნიტური რადიაციის მთლიან სპექტრს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა. ამას რეიონიზაციის ეპოქას უწოდებენ. დიდი აფეთქებიდან დაახლოებით მილიარდი წლის შემდეგ სამყარო უკვე მთლიანად რეიონიზებული იყო. ამ 1 მილიარდ წელიწადზე უფრო ადრეულ პერიოდში ამჟამინდელი ტექნოლოგიებით ბევრს ვერაფერს ვხედავთ და შესაბამისად კოსმოსური განთიადის პერიოდი უთულესი შესასწავლია. შედეგად მიღებული სიმულაცია რეიონიზაციის ეპოქის ამ დროისათვის ყველაზე დეტალური ხედია, რომელსაც ფიზიკა მილიონობით უფრო პატარა მასშტაბებზე დაჰყავს. სამყარო კოსმოსური მასალის უსტრუქტურო აბდაუბდა არ არის, მაგრამ მისი ერთიანობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მართალია ვიცით, რომ მასში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ვრცელი, ფილამენტური ქსელით, მაგრამ ხშირად გვგონია, რომ ამ ფილამენტებს შორის galaktikების გადანაწილება გარკვეულწილად შემთხვევითია. კოსმოსი სავსეა ხილული და უხილავი, ძველი თუ ახალი ფერებით, მაგრამ ამ ყველაფრის გარდა იყო ერთი ფერი, რომელიც დანარჩენებზე ადრე გაჩნდა, ანუ წარმოადგენდა სამყაროს პირველ ფერს. ფერი არის რაღაც ისეთი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ან სულ მცირე რაღაც სახის თვალები ხედავს. ფოტონების ეპოქის დროს ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ სინათლეს ყრილ პლაზმაში შეღწევა არ შეეძლო. ფერები არ უნდა გამოჩენილიყო იქამდე, ვიდრე ატომბირთვები და ელექტრონები ისე არ გაცილდებოდნენ, რათა ატომებად დაკავშირდებოდნენ. ამ დონემდე გაცივებისათვის სამყაროს 380,000 წელიწადი დასჭირდა. კარგად არის ცნობილი, რომელი იყო პირველი ფერი სამყაროში. 2700 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე აბსოლუტურად შავ სხეულს უნდა ქონოდა კაშკაშა, მოთეთრო მონარინჯისფრო ნათება, დაახლოებით ისეთი, როგორიც ძველ 60 ვატიან ნათურას აქვს. ადამიანები ფერებს ძალიან დიდი სიზუსტით ვერ ვხედავთ. 400 მილიონი წლის შემდეგ დაიწყო პირველი კაშკაშა, მოცისფრო მოთეთრო ვარსკვლავების წარმოქმნა. მას შემდეგ რაც გამოჩნდა და განვითარდა ვარსკვლავები და galaktikები.